ეს არის ფსიქოლოგიურად ზემოქმედება ადამიანებზე ძირითადად. იმიტომ რომ შენ გეუბნება ხელისუფლება რომ შენ არარაობა ხარ. ვინც გინდა იყავი, მსოფლიობანი იყავი, მაგარი ექიმი იყავი, ათასობით ბავშვი უანგაროდ გასიჯული, არა ხელფასი, არავით არის სხვა ანაზღაურება, საოცრებები აქვს გოგა ჩახუნაშვილს გაკეთებული. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ჯერ კიდევ იმ შავბნელ შევარდნაძის წლებში გაყინულ ოთახებში დავდიოდით სოფლებში და სინჯავდით მოსახლეობას ექიმი რომ თვალით ნანახი არ ყავდა 12 წლის განმავლობაში. აი იმ წინა ხაზზე, საოკუპაციო ხაზზე, მთელი დღის განმავლობაში ღამის 2 საათამდე იჯდა ეს ადამიანი და სანამ ბოლო პაციენტს არ მიიღებდა, იქ ძიოდა, სინათლეც არ იყო, ზოგჯერ ამას უძლებდა უანგაროდ, თქვენ გესმით ეს რა მნიშვნელოვანი იყო. იმ ომის დღეებში, აგვისტოს ომის დღეებში ჩვენ ექიმები ვიყავით წინა ხაზზე, გახსოვთ ალბათ ეს ხო, CNN, BBC და მთელი რიგი საერთაშორისო არხები გადმოსცემდნენ, რომ მსგავსი პრეცედენტი არ გვინახავს. თეთრხალათიანების არმია წინა ხაზზე და გადავდიოდით, რომ ანუ ისეთი სულიერი მდგომარეობა გქონდა, რომ საერთოდ არ გვეშინოდა. თუ მოგკლავდა ბედნიერები წავიდოდით ამ ქვეყნიდან და წინა რიგებში ვიყავით სწორედ გოგა ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ნუ მაშინ მე მინისტრის მოადგილე ვიყავი ჯანდაცვის. არაფერს არ გამოკლებია ეს ადამიანი. ყველანაირი ეხა დავიწყო მოყოლა ძალიან დიდი დრო დამჭირდება მისი ღვაწლის, რაც მას გარდა ექიმობისა აქვს გაკეთებული საზოგადოებრივი მოვალეობის და მოღვაწეობის თვალსაზრისით. და აი ამ ადამიანს შენეუბნები, რომ შენ არარაობა ხარ, შენ არავინ არ ხარ. საერთოდ ვინ ხარ, რას წარმოადგენ და სვალ ციხეში. ზუსტად ეს არის. პატას, აი მინდა გითხრათ, როგორც ექიმმა, აი მთელი ბალონი რო დააცალეს მისი გაზის სახეში პირდაპირ, ხო? აი ის ნივთიერება მთლიანად რო შეწოვილიყო და რო არ მისულიყო გოგა და რო არ ჩამოებანა ის ნაწილი. ადამიანი შეიძლება გონებად დაეკარგა და წასულიყო ამ ქვეყნიდან. აი ხდებოდა ელემენტარულად. ხო, უბრალოდ ტვინის ჩანს კადრებში, როდესაც პატ თავზე ხელს იკიდებს და ბოლო ხმაზე ყვირის. რომ ნუ იშველეთ ცუდათავარო, ნუ მიდის ეს. მერე მას დაეწყო გულის შეტევა. გოგაც შეეშინდა და სწორედ ჰელსინკორში წაიყვანეს საავადმყოფოში. და იქაც 2 საათში მიაკითხა, მან კარდიოგრამა იყო საკმაოდ ცუდი, მაგრამ ეს არ იყო ნამდვილი ინფარქტი, იყო გამოწვეული ნივთიერებით, რომელიც მან შეისუნთქა. მაგრამ მაინც წარმოიდგინეთ, რა სისასტიკე იყო პატას მიმართაც, რომ ერთი ღამე არ გაატარებინეს საავადმყოფოში, სადაც მიყვანის დროს საკმაოდ ცუდად იყო და ასევე კარდიოგრამაც არ ქონდა კარგი. 2 საათში წაიყვანეს ციხეში. აქედან მინდა პატა ბურჭულაძესაც მივესალმო გაძლება, რა ვიცი, აი ჯამრთელობა და სიმტკიცე და ყოველივე სიკეთე უსურვო მაგ ციხეში, თუ შეიძლება იქ სიკეთე არსებობდეს საერთოდ. ხო და აი ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ სათითაოდ ადამიანებს გვეუბნებიან, რომ თქვენ ხართ მონები. და მე როცა მომინდება მაშინ დაგიჭე, როცა მომინდება ხაზს გადაუსვამ შენ მთელ ცხოვრებას თლიანად და გაგიუქმებ. გაუქმებულია ეხლა გოგას ცხოვრება, ხო? ფაქტიურად. ამიტომ გავაკეთეთ დღეს ჩვენ განცხადება. აი ეს არის მთავარი ამ განცხადებაში. აი ნახეთ როგორ არის სასწორის ერთ მხარეს არის გოგა. თავისი პაციენტებით, თავისი ახალგაზრდა ექიმებით, რომელსაც გადასცემს მის მთელი ცხოვრება დაგროვილ გამოცდილებას და ცოდნას. ასევე აკადემია, რომელსაც ამუშავებს იდეალურად ეს ადამიანი. და სხვა კიდე მრავალი სიკეთე, აი ყოველი წამი ადამიანი არის სიკეთის მაკეთებელი. ნუ ეგეთი არის ეს ადამიანი და ერთ მხარეს არის ეს და მეორე მხარეს არის რაღაცა ბიზნეს და პუტინის ტყვეობა, ხო, ფაქტიურად. რაღაცა ვიღაცის ტყვეობაში ყოფნა 5 წელი. ამიტომ ეს სასწორის თებში არის უფრო მნიშვნელოვანი ჩვენთვის, მისი ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის. ამიტომ ვფიქრობთ, რომ უნდა გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს, გოგამ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ აქედან
მე მესმის ძალიან ეწყინა მას, როცა ჩვენ უთხარით ეს რომ საპროცესო ძალიან ეწყინა. Ემდა მეკითხა რომ ჩვენ ნახეთ მისი დამოკიდებულება დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრეც, როდესაც ის სასამართლო დარბაზში შედიოდა. არ ვიცით რა გადაწყვეტილებას. ეხლაც არ ვიცით ჩვენ რა გადაწყვეტილებას. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. აი ჩვენ მოუწოდებთ რომ აი მაგალითად ზვიად გამსახურდიამ დაწერა მონანი ზვიადმა რომელიც თავის სამშობლოს შეწირა იმ წუთში ჩათვალა რომ ის იქნებოდა უკეთესი ნამდვილად იქნებოდა ზვიადი და მეერავი რო ციხეში დაელპოთ და ვერ გამოსულიყვნენ ციხიდან იქნებოდა ის დიადი გამარჯვება არ იქნებოდა იგივე შარლ დე გოლი ავიღოთ რა ვიცი სხვა ბევრი მაგალითის მოყვანე შეიძლება მსოფლიო ისტორიიდან როდესაც ძალიან გონივრული იყო ასეთი ნაბიჯები და მე გოგა არც არის პოლიტიკოსი ხო არ არის პოლიტიკოსი ის არის მოქალაქე ის არის ღირსეული პატიოსანი ქვეყნის მოქალაქე და ის ჭირდება საზოგადოებას ამდენად მე ვფიქრობ რომ ძალიან ჭკვიანური და გონივრული იქნება თუ გაითვალისწინებს ჩვენ თხოვნას თხოვნა არის ეს ჩვენი ოღონდ ჩემი მხრიდან არის მოთხოვნა მაგალითად მე სხვებზე არ ავიღებ ამ იმას აი ჩემი მხრიდან ჩათვალოს აი აქედანვე მოუწოდებ ჩემი მოთხოვნა აქვს მას გარკვეული პატივისცემა ჩვენი და ვფიქრობ რომ გაითვალისწინებს ამდენი ადამიანი ეს ახლა დღეს ნაწილი მოვიდა ნუ ის ყველა ხო ვერ მოვიდოდა იმ ბრიფინგზე უბრალოდ ვერ დაეტეოდნენ მთელი აკადემია ამას ითხოვს და გარდა აკადემიისა სამედიცინო წრეები იცით აი მთელ უნივერსიტეტებში სამედიცინო უნივერსიტეტებში კლინიკებში მე არ მინახავს ადამიანი რომელსაც გიორგის დანაშაული დაენახა სადმე აი ყველა ადამიანი რა პოლიტიკური მრწამსისაც არ უნდა იყოს ყველა ერთი და იგივეს ამბობს გოგა ჩახუნაშვილი არის უნდა ამას იძახის მთელი თბილისი ვინც იცნობს და საქართველოს კი მადლობა კითხავთ ბატონო გია ჩვენ ვლაპარაკობთ წეგან ვახსენე რომ გამჭვირვალობის იურისტების საქმეებზე დაყრდნობით